23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულზე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის დაარსების 10 წლისთავი აღინიშნა. Ამ თარიღთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შულავერში წმიდა მატათა მოციქულის სახელობის ტაძარი საზეიმოდ იკურთხა. პირველი სადღესასწაულო წირვა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი მაღავლინა. თანამსახურებდნენ მროველურბნელი მიტროპოლიტი იობი, ტიტულარული მიტროპოლიტი სერაფიმე, ბოლნისის მთავარ ეპისკოპოსი ეფრემი, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი და სხვა სასულიერო პირები. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მდელმთავრებმა მრევლი დალოცეს და ქადაგებით მიმართეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სასულიერო პირები დაჯილდოვდნენ. წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი აკაკი ლიპარტელიანი დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით. სოფელ წერეთლის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრე აკოფიანი დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენი ანდრია ორმოცაძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით. წერაქვის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენი ზენონი დადვანი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. აქ შეკრებილები მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს ეპარქიის დაარსების თარიღსა და მღვდელმთავრად კურთხევის 10 წლის იუბილეს ულოცავდნენ. მე განსაკუთრებულად ულოცავ აქ ცხოვრებ მოსახლეობას, მარნეულის მოსახლეობას. განსაკუთრებულად მინდა მიულოცო აქ ცხოვრებ აჭარელ ჩვენ ძმებსა და დებს, რომლებიც ეკოემიგრანტები არიან და მათ არ ჰქონდათ ტაძარი, სადაც ისინი ახლოში მივიდოდნენ და დაესწრებოდნენ იმ წმინდა საიდუმლოებებს, რომელიც აღესრულება ეკლესიის წიაღში. ამიტომ გილოცავთ და მადლობა უფალს, რომ ჩვენ შეგვაძლებინა აი ამ ტაძრის აშენება. ტაძარი არ არსებობს მცირე და დიდი, რადგან ყოველი ტაძარი არის მადმოსილებით სავსე, მადმოსილებით აღსავსე. აი შეიძლება ადამიანმა ამ ქვეყანაზე ყველაფერს მიაღწიოს, მაგრამ უმთავრეს სულის ხსნას, გადარჩენას ეკლესიის წიაღის გარეშე ვერ მიაღწევს, რადგან ეს არის წიაღი, სადაც აღესრულება ის 7 საიდუმლოება, რომელიც ეკლესიამ დააფუძნა, მოციქულთა რწმენაზე იქნა დაფუძნებული. ესეც არ არის შემთხვევითი, რომ ეს ტაძარი მატათა მოციქულის სახელზე იქნა აშენებული და ნაკურთხი. თქვენ იცით, რომ მატათა მოციქულმა იქადაგა საქართველოში. თქვენ იცით ასევე, რომ ის იყო იუდას წილგამორჩეული, გამცემელი იუდასი, რომელმაც გასცა თავისი მოძღვარი ქრისტე ღმერთი, მესია, როგორც დაწერილი იყო, მაგრამ შემდეგ პეტრე მოციქულმა შეკრიფა თავის მოწაფეები შეიკრიბნენ და თქვა, რომ გამოვირჩიოთო, რათა სულქნათო ის 12 მოციქული, რომელიც ღმერთმა გამოირჩია და აი წილი ხვდა, ესე იგი დააყენეს მას წინაშე 70 მოციქულთაგან ერთი იოსები, რომელსაც ვარსაბასაც ეძახდნენ და მატათა და წილი ილოცეს, რომ ღმერთო გულთა მეცნიერო, ესე იგი შენ გამოირჩიეო, რომელი დადგინილი იქნა მე-12 მოციქულად. ეს იყო მატათა მოციქული, რომელმაც იქადაგა ანდრია პირველწოდებულთან ერთად საქართველოში და ერთ-ერთი სარწმუნო წყაროებით ის განისვენებს ჩვენს მიწა-წყალზე. დიდება და მადლობა ღმერთს, მადლობა წმინდა მოციქულ მატათას, რომ მოგცა შემწეობა ამ წმინდა ტაძრის კურთხევისა და აშენებისა. მე მინდა ყველა დავლოცო ის ადამიანი, თუნდაც ვინც მცირედი წვლილი შეიტანა ამ ტაძრის აშენებაში, თითოეული აგური ვინც დასდო წმენით, თუნდაც პირჯვარი გადაიწერა და თქვა, რომ ღმერთო შეეძიე ამის აღშენებითო. მე მინდა თითოეული თქვენთაგანი დავლოცო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანმა თარიღებმა მოიყარა დღევანდელ დღეს. თქვენ იცით, რომ ეპარქიას დაარსებიდან შეუსრულდა 10 წლის თარიღი, 10 წელი. როდესაც 2013 წელს 11 ოქტომბერს წმინდა სინოდის განჩინებით დადგინდა გამოეყო რუსთავის ეპარქიას მარნეული და ცალკეულ ერთეულად ჩამოყალიბდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია. ჰუჯაბი თქვენ იცით ისტორიული ჩვენი ეკლესია მონასტერი, რომელიც დროებით არ არის ჩვენს კონტროლ ქვეშ. მაგრამ ვიმედოვნებთ და ვესაუთ ღმერთს, რომ აუცილებლად
დაგვიბრუნდება. დღეს ასევე ქართველთათვის არის განსაკუთრებული დღე გიორგობა. თქვენ იცით, რომ მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ქართული ეკლესია აღნიშნავს ორგზის. ეს 6 მაისი არის მისი აღსასრულის დღე, ხოლო დღევანდელ დღეს ეკლესია იგონებს წმინდა გიორგის განსაკუთრებულ წამების დღეს, როცა დიოკლეტიანემ იმპერატორმა მოიგონა ასეთი საშინელი წამების იარაღი, ურმის ბორბალზე შიშველი დააკრეს წმინდა გიორგი და ბასრი, ესე ვთქვათ, სხვადასხვა იარაღები ფლეთდა მის ტანსა და სხეულს. მაგრამ როდესაც იგი ჯერ ხმამაღლა ლოცულობდა, შემდეგ დადუმდა და გულში ლოცულობდა და იგი აღსრულებული ეგონათ და წავიდნენ და ბომონს და კერპებს წირავდნენ სხვერპს, აი მაშინ მოისმა ოხრა ზეცით, რომ ნუ გეშინინ გიორგი, მე შენთან ვარ. ეამბორა ანგელოზი და ცოცხალი გარდამოიყვანა ამ საწამებლიდან და სატანჯველიდან. და მან ჭეშმარიტად შემოსრა კერპნი და ის ხატი, რომელიც იხილვება მისი სახით, რომელიც გმირავს გველეშაპს, თვითონ დიოკლეტიანეს, ეს არის სახე და სიმბოლო გამარჯვებისა ბოროტებაზე. და ეინებოს წმინდა გიორგის მეოხებით დაალახროს ჩვენი უხილავი და ხილული მტერი ჩვენი ერისა და ქვეყნისა. მატათა მოციქულის სახელზე არის ნაკურთხი ეს ტაძარი და განსაკუთრებული არქიტექტურით არის. თქვენ ალბათ უყურებთ, განსხვავებული არქიტექტურა არის და ალბათ ეკუთვნოდა მატათა მოციქულს. იმიტომ რომ მან შეცვალა იუდა, გამცემელი და 12 მოწაფეთა შორის შეირაცხა. დღეს ასევე აღნიშნავთ მეუფე გიორგის კურთხევის 10 წლის თავს და ეპარქიის დაარსების 10 წლის თავს. თითქოს ისტორიისთვის 10 წელი არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ აი ამ 10 წლის მეუფე გიორგის მოღვაწეობას, ძალიან თვალში საცემი არის ის წარმატებები, ის აღშენებლობა, რაც მეუფის ხელმძღვანელობით გაკეთა ამ ეპარქიაში, უძველეს ქართულ მიწა-წყალზე. და მე ვიტყოდი, რომ მართლაც აქ ქართული სული ძლიერდება ამ ტაძრების აღშენებლობით. საერთოდ ასე უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოში რა ტაძარით შენდება, ეს არის ჯაჭვის პერანგის თითოეული რგოლი. და აი ამით იმოცება სრულიად საქართველო. ამით იქნება დაცული სრულიად საქართველო. ჩვენ განსაკუთრებულად უნდა დავაფასოთ მეუფის ღვაწლი, რამე თუ ეს არის რთული რეგიონი. ამ რეგიონში მოღვაწეობა მე არაერთგზის მithქვამს, რომ ორგზის ღვაწლია. აი ჩემთვის ერთგზის არის, სადაც მე ვიმყოფები, იმიტომ რომ იქ არის უფრო მეტად ქრისტიანები და აი აქ უკვე ორგზის არის მისი ღვაწლი და მერთმა შეუწიროს, გააძლიეროს და მე ვიტყოდი, რომ რახან წმინდა გიორგის ხსენების დღეს მოხდა მისი კურთხევა, მისი მღვდელმთავრული მოღვაწეობის ფარველი, განსაკუთრებული ფარველი არის წმინდა დიდმოწამე გიორგი. და მისი მეოხები და მისი ფარველობით მერთმა დაალახროს შინაური მტრები და გარეული მტრები და ვინც მოყვარია საქართველოსი, წმინდა გიორგის ფარველობა მისცემოდეს თითოეულ მათგანს. მერთმა დააგლოცო და მერთმა მრავალს დაგასწრო. ჩვენთან არის მერთი. უდიდესია დღევანდელი დღის მნიშვნელობა, მრავალგვარი გაგებით მინდა მოგილოცოთ თითოეულ თქვენთაგანს და განსაკუთრებით მის ყოვლადუსამღელოესობას მეუფე გიორგის ეპარქიის დაარსების 10 წლისთავი, მისი მღვდელმთავრად ხელდასხმის ასევე 10 წლისთავი და ამ დიდებული და საოცარი ტაძრის აგება და კურთხევა. ამ 10 წლის წინ ბრძანა მეუფე მოხდა ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება წმინდა სინოდისა. ჩვენი დიდებული პატრიარქის ლოცვა-კურთხევი და ნამდვილად დროული სჭირდებოდა ამ ხარეს, ამ კუთხეს, ვიცით როგორი რთული ვითარებაა, აქ უმცირესობა, ქართველობა და ქრისტიანობა და ნამდვილად სჭირდებოდა ისეთი წყემსი და ისეთი მღვდელმთავარი, ენერგიული, თავდადებული, ღვთისა და ერის მოყვარე, როგორიც ბრძანდება მეუფე გიორგი. ასე რომ შემთხვევით არაფერი ხდება და დღეს 10 წლის
თავზე ერთგვარი დიდი საჩუქარი და მისი 100 წლოვანი მოღვაწეობის გვირგვინი არის ეს ტაძარი. რა თქმა უნდა, მეუფეს კიდევ დიდი ჩანაფიქრი აქვს და დარწმუნებული ვარ მისი ხელით და მისი ლოცვა-კურთხევით მრავალი ეკლესია მონასტერი აღდგება, მაგრამ უკვე ეს დიდი ნიშანია, დიდი ასე ვთქვათ, მისი თავდადებისა და თან როგორ რთულ რეგიონში და რამდენი ბრძოლა და განსაცდელი აქვს მას ამისთვის გადატანილი, რომ დღევანდელი დღე დამდგარიყო, თუნდაც ეს გარედან რაც ჩანს, თუმცა რაც არ ჩანს, კიდევ გაცილებით მეტია და დიდია. შეგვეციოს წმინდა მოციქული მატათა, რომელმაც იქადაგა საქართველოში მისი საფლავი თქვენიცით არის გონიოს ციხეში და აი ფაქტიურად ერთი მოსაზღვრე რეგიონიდან განისვენებს და მეორე მოსაზღვრე რეგიონში აგერ დიდებული ტაძარი შენდება და ასე რომ შევთხოვთ წმინდა მოციქულ მატათას დაალოცოთ ჩვენი ქვეყნის საზღვრები. არა მარტო ის ეხლა რაც არის, არამედ ის რაც დაკარგულია და აგვიდგინოს ღმერთმა ის მოციქულებრივი და რაც დედაფრიშობელს ჩაბარდა ის დიდებული ივერია აგვიდგინოს. შეგვეციოს წმინდა დიდმოწამე გიორგი, მისი მეოხება, მისი მფარველობა არ მოაგლოს სრულიად საქართველოს. მე მინდა დავულოცო ყველა კეთილოსყოფელი მეუფე გვინს გვერდში დაგიდგათ სულ ყველა რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტანს ამაში წვრილს მით მეტად რაღაცა დიდებულია და საერთო სიხარულისა და ერთობის მატარებელია ტაძარი. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 11 ოქტომბერს რუსთავისა და მარნეულის ეპარქიას გამოიყო მარნეულის ეპარქია და მას მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქია ეწოდა. ამავე წლის 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულზე იღუმენი გიორგი ჯამდელიანი მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის მღვდელმთავრად აკურთხეს. აღსანიშნავია, რომ ამ 10 წლის განმავლობაში არაერთი ახალი ტაძარი აშენდა და რესტავრაცია ჩაუტარდა. ჯვართამაღლების ტაძარი, სოფელ თამარისის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერი, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის მამათა მონასტერი. ეს არასრული ჩამონათვალია იმ ტაძრებისა, რომლებიც ეპარქიაში ამ 10 წლის განმავლობაში აშენდა.